აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ახლა შენ სცადე მოგეწონება რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ გააჩერე ბოლოს და ბოლოს ვცდილობ ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ, უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორც ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, პეჭა. მე კი ვოცნებობდი რბოლა მოგვეწყო მომისმინეთ, იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. ხო, მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ, ვერც გზატკეცილზე, ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ავაშენოთ. ხო. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ, მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. სად ხედავ შროშანებს? წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაძა, მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კაცია მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრებო წინ! ყურადღება? მოემზადეთ? წავიდა! ვაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი. შენც გვაწვებოდი. ო, მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ, რაკ?
შენც კარგად იცი, შენ და თორმა მოაწყვეთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ მასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინაა, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ? ყურადღება? ყურადღება? რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო, რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვაწყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? გამარჯობა, მეგობრებო. რაზაკეთებთ? რბოლისთვის ვემზადებით. მაგარია. და რა რბოლა? რბოლა დაბრკოლებებით, გამარჯვებული ტურბოზავრების თასს მიიღებს. ბული, ტრაკი, ისევ ბული, აი, თოც წერია. 4ჯერ. თორიც არის, ზერიც. ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა უკვე არ დაურბივარ. ისე აერიდან ვაკვირდები. ანკი სად არის? მისი სახელი აქ არ არის. ანკი აქ არ არის, რადგან არც ერთხელ არ მოუგია. არ უმართლებს. ანკიმ თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას რბოლაში. საერთოდ ის მუხლუხა ტექნიკაა. აბსოლუტურად მართალიცაა. მას ხომ ბორბლების მაგივრად მუხლუხებიც აქვს. თქვენსავით სწრაფად სიარული არ შეუძლია. არც მე მაქვს ბორბლები, მე რა. ერთხელ მოვიგე კიდევაც. შენც შეადარეთ რაკ. შენი ერთი ნაბიჯი მის 10 ნაბიჯს უდრის. ეს ხომ რბოლა. უძლიერესი იმარჯვებს და ასე. მე იტყვით რომ მეგობრები ხართ. მითხარი დო, რამდენჯერ წაუყვანი ხარ ბუქსირით? ჰა? თორ, დინარეში როცა ჩავარდი, ვინა მოგიყვანა? აბა რა გავაკეთოთ? ერთი იდეა მაქვს. ისევ რბოლა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მომბეზრდა. ანკი, გამარჯობა. გამარჯობა. აქ მარტო რატომ ხარ? ყველანი ტრასაზე გელოდებიან. არ მინდა. კარგი რა, ანკი. უშენოდ რას იზამენ? ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ანკი. ვინ ახმარება ყველას? ანკი. ჰო. ადრე იოლი ტრასები იყო. აი რთულ ტრასაზე კი სადაც ფიქრია საჭირო, არავინ არ იცის ვინ მოიგებს. არ ვიცი. შენ ხომ სინამდვილეში სწრაფი და მოხერხებული ხარ? მაგრამ მე მუხლუხები მაქვს, კატია. მათ კი ბორბლები. სხვათა შორის მუხლუხები ძალიანაც კარგია. მით უმეტეს რთულ გზაზე. მაშასე, ძველი მუხის უკან მოსახვევი იქნება. ფრთხილად იყავი. მერე კი ორმოები და ბორცვები იწყება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნო. ყველა მონაწილე მოემზადოს. ტურბოზავრებო? წინ! ანკი, მიდი, გას მიაჭირე. რბოლისთვის ვემზადებით.
ანკი ყოჩაღ მიდი სწრაფად მიდი ცოტა დარჩა ანკი ოჩახ გაიღიმეთ? კამერაში არ იყუროთ. არა და შეიძლება და მე ყოფილიყავ იმის ადგილას. ტრაკ შემდეგ ვრბოლამდე 1 წელი გაქვს მოემზადე აი, ასე რომ იყოს? ეს რა ქენი, ახლა როგორ ამოვიღოთ? ჭინჭარი ხომ ისუსხება? რა საინტერესოა? კიდევ ჭინჭრისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება სუპების, სალათების. მინდა, ჭინჭრის სალათი მინდა. მოგიმზადებ სალათს. მე ახლა მაღაზიაში წავალ, თქვენ კი შეგიძლიათ ნაყინით ჩაიტკბარუნოთ პირი, მაგრამ ბევრი არ ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. აშა! იქნებ ნაყინში ჭინჭარი ჩავყარო, რომ უფრო სასარგებლო იყოს. სანამ ბები არ არის, სულ ცოტას გავსინჯავთ და მორჩა. ხელები დაიბანეთ? ნაყინი ნელა უნდა ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. შეწყვიტეთ! ნაყინი მომეცით! რა ხდება აქ? ჩვენ ცოტა ნაყინი გავსინჯეთ. ბავშვმა მთელი კილა ნაყინი შეჭამა და ავად გახდა. იცით, მე მგონი მესმაციებს. ხომ ხედავ? არა და გაგაფრთხილეთ. ახლა კი შენ და იპოლიტი ავად ხართ. ჩვენ წავალთ, დამხმარეს მოვიყვანთ. შენ კი მანამდე საბნის ქვეშ დაიმალე. მის ფეხებს რა ვუყოთ, მაინც ჩანს. ჩემს ფეხებს ვერაფერსაც ვერ უზამთ. ჩემო პატარა, თაფლიანი ჩაი მოგიტანე. სად არის ჩემი სათვალე? მის გარეშე ვერაფერს ვხედავ. ბაუს, ფეხები სუნთლად გაეყინა. გალურჯებული აქვს. ერთი ფეხი, ორი ფეხი, მესამე ფეხი, მეოთხე. არ არსებობს. ერთი ფეხი, ორი ფეხი. აღარ მოელანდება ადამიანს. გამოჯამრთელდი და ნუ იმანჭები. ამბობთ, რომ 1 კილო ნაყინი შეჭამა და ავად გახდა? როცა ზერი ავად არის, დრონად ვეღარ გადაიქცევა. ღმერთო, რა მოხდება ბებია თუ დაინახავს? ჩქარა სახლში გავიქცეთ. ტურბოზავრებო წინ!
თავად ყოფნა მომწონს კიდეც. ყველა შენზე ზრუნავს. ნერვიულობს. ალბათ კიდევ ერთი კვირა ვიქნები ავად. აბა, ავად არისო? მეგობარო, ძალიან ავად ვარ. ყველაფერი გასაგებია. ზერ სასწრაფო დახმარება სჭირდება. პრობლემა არ არის, ახლავე მოვაგვარებთ. ეს რა მოიგონეთ? სად მიყავართ? მილიონობით წელიწადი დინოზავრები ჭინჭარს სამკურნალოდ იყენებდნენ. ყველა დაავადებას კურნავს. რა ჭინჭარი? არა! ხედავთ? რომ გითხარით, ავადმყოფი მაშინვე გამოჯამრთელდა. ავადმყოფობა უცბად გაქრა. ვიპოვე, სათვალე ვიპოვე. ესეც ასე. ახლა ისევ კარგად ვხედავ ყველაფერს. ავადმყოფი პტეროდაქტილების დაცინვა ცუდი საქციელია. ესე იგი, ბორისი და ფედია ისევ გაბრაზებენ? დაიდან რამ რობოტი უყიდა და გამუდმებით ტრაბახობენ. ამაგარია, 21 საუკუნე. მართლა ძალიან მაგარია. თქვენც რომ გქონოდათ ასეთი ერთად ვითამაშებდით, მაგრამ ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვერ გაერკვევით. ძალიან ულამაზო საქციელია. ეს მეგობრობა არ არის. ერთი იდეა მაქვს, ტრაკ. შეიძლება გთხოვო რომ მიხვდი არა? ტურბოზავრებო, წინ. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა ნიჭიერი ყოფილხარ? მეშინია. ნუ გეშინია, საშიში არ არის. მე რობოტი ვარ, ტრაკი მქვია. რა, ის ლაპარაკობს. ბუნებრივია, უკანასკნელი მოდელია, ყველაზე თანამედროვე. ბებიამ გვაჩუქა. კარგი საქციელისთვის. ბევრი რამ შეუძლია. აი შეხედეთ. ცეკვაც იცის. ძალიან მაგარია. მარჯიშებიც იცის. ყველაფრის აწევა შეუძლია. თუ გინდა შენც აქცევს. არა. ნუ გეშინია. ყველაფერს ვაკონტროლებთ. ოიცადე, რობოტს შენ არ მართავ, ეს ხომ თქვენი მანქანის პულტია. ის რა, თვითონ მოძრაობს? ეიდა ნორა! რა ხდება, რა ხმაურია? დაიდა! გვიშველეთ! რობოტი მოგვდევს! რობოტი არ მოგდებთ. შვიდად დგას. ეს კი არა სხვა რობოტი, უზარმაზარი საშიში კბილებიც აქვს. ვიცოდი რომ ეს ათამაშოები კარგს არაფერს მოგიტანდათ. თქვენ კი გვიყიდეო.
მაგრამ დეიდა. მართლა მოგდევდა, გეფიცებით. ბიჭებო, ფანტაზიორები ხართ. მაგრამ ეს სიმართლეა. კარგი, გაჯას და პეჯას ვკითხავ. თქვენც ნახეთ საშიში რობოტი? არა დეიდან არა, საშიში არ გვინახავს, ხომ ასეა პეჯა? არა, არ გვინახავს. ხედავთ? არანაირი რობოტები არ არიან. მორჩა, შეგიძლია გამოხვიდე. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. ახლა კი ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ, რომ არავინ არ ჩავარდეს. ბოლი ორმოს ამოავსებს, თორი და ტრაკი მიწას დატკეპნიან. მე რობოტი ვარ. ტრაკი მქვია. ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება? დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგ არ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინარვეულად ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დავბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგპირდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ.
კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაკ ცოტა ფრთხილად. შენ ხომ მეგობრისთვის აშენებ სახლს? ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გოგო. ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო. საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.